რას ელოდებით უკვე ტრამპის ადმინისტრაციის? კი ბატონო, ზოგადად სანქციებს რაც შეეხება, თქვენ იცით რომ დე-ფაქტო ბიძინა ივანიშვილი ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ხედავთ მუდმივ შანტაჟს, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკება გახსნა არ გახსნის სტატუსით, ხან სანქციებით. წარმოუდგენელია ეს და მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მუქარებით, შანტაჟით, ეს უკვე ყველა ზღვარს ხდება პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი ეს იყო 2012 წელს, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა და მოიპოვა გამარჯვება. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ემსახურება ქართველ ხალხს და რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალში. ჩვენ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, რომელმაც მოიპოვეთ 26 ოქტომბრის გამარჯვება და მივიღეთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან, იმიტომ რომ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რა თქმა უნდა ეს პოლიტიკა და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალში. ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დაალაგდება.